სრიალმა წვიმამ ორი თამსვლელი იმსხვერპლა, რომლებმაც არც ერთი შეცდომა არ დაუშვეს. 2022 წლის 28 სექტემბერი, თაკუშ როკი, კალიფორნია. 33 წლის დოკუმენტური ფილმების რეჟისორი და მისი თამსვლელი პარტნიორი ვიწრო გრანიტის თაროზე დგანან, მიწიდან 1000 ფუტის სიმაღლეზე. თავს ძლიერი ელვაქუხილი ატყდება. ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ყინულიანი წვიმა კლდეს ასხამს. მაგრამ მიუხედავად გარშემო არსებული ქაოსისა, ისინი სრულიად მშვიდად არიან. ისინი ჭკვიანურად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ქარიშხალს გაერიდონ. ახლა კი მათ უბრალოდ სტანდარტული ხის სამაგრიდან უნდა ჩამოეშვან და მიწაზე ჩავიდნენ. მარტივი, ჩვეულებრივი პროცედურაა. ზუსტად ის საგანგებო პროცედურა, რომელიც მან 100-ჯერ დაუშვებლად და უნაკლოდ განახორციელა, გარდა იმისა, რომ მომდევნო რამდენიმე წამში მომხდარი სრულიად დააბნევს სამაშველო გაუნძიებლებს. ეს არის ჩელსი უოლშის საშინელი ბოლო წუთები. მოგესალმებით ექსტრიმში. უმეტესობისთვის თითებით 1000 ფუტის სიმაღლეზე დაკიდება საშინლად ჟღერს. ჩელსი უოლშისთვის კი ეს იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მისი მუდმივად მოფუსფუსე გონება ბოლოს და ბოლოს ჩერდებოდა. და ის ადრენალინის მოყვარული არ ყოფილა. ის იყო ემიზე ნომინირებული დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, რომელიც ცხოვრებას ილუზიების დამსხვრევით ირჩენდა. მაშინ როცა უმეტესობა კლაიმბინგის მედიაში პროფესიონალი სპორტსმენების ზებუნებრივ ფიზიკურ შესაძლებლობებს ადიდებს, ჩელსიმ თავის ბოლო დოკუმენტურ ფილმში ფარდა ახადა მძიმე კვებითი აშლილობების ჩუმ ეპიდემიას, რომელიც ჩუმად ანადგურებდა მათ. ის ინდუსტრიაში ცნობილი იყო იმით, რომ არასასიამოვნო რეალობებს ცივი სამეცნიერო სიზუსტით უპირისპირდებოდა. 2022 წლის 28 სექტემბრის დილით მან მანქანა თაკუშ როკისკენ გააქანა სან-ხასინტოს მთებში და გეგმავდა ამ თასაც იგივე დამოკიდებულებით ცივი სამეცნიერო სიზუსტით მოპხრობოდა. მის გვერდით იჯდა მისი იმ დღის მეკლდეურე პარტნიორი, კაცი, რომელიც აბსოლუტურად არ იყო შექმნილი ტრადიციული კლდეზე ცოცვის ნაზ მილიმეტრიან ზღვარზე სიარულისთვის. მან 7 წელი გაატარა იმაში, რომ ხელფასს იღებდა, როცა 80,000 ადამიანის წინ სხვა კაცებს მთელი სისწრაფით ეჯახებოდა. მას გევინ ესკობარი ერქვა. Dallas Cowboys-მა ის 2013 წელს აირჩია და შემდეგი 7 წლის განმავლობაში ის Dallas-ში, Kansas City Chiefs-ში, Baltimore Ravens-ში, Cleveland Browns-ში და Miami Dolphins-ში თამაშობდა, სანამ 2019 წელს კარიერას დაასრულებდა. და გააკეთა რაღაც ისეთი, რაც თითქმის ყველა მის ნაცნობს გაუკვირდა. NFL-დან წასვლის შემდეგ ის მეხანძრე გახდა და ახალი ჰობი შეიძინა, კლდეზე ცოცვა. ინდილით თაკუშ როკის დასავლეთ მხარეს ის მიმდევარი იყო. ჩელსი იყო ის, ვინც იცოდა სად მიდიოდნენ. ეს იყო გრანიტის კლდის ზედაპირი, ბნელი ისტორიით, რომელიც დაახლოებით 8000 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობდა აიდვაილდზე, სან-ხასინტოს მთებში. ქაუიას ხალხისთვის, რომლებიც თაობების განმავლობაში ამ მთის ჩრდილში ცხოვრობდნენ, ბევრად ადრე, ვიდრე რომელიმე მთამსვლელი თოკით გამოჩნდებოდა, სახელი თაკუში ნიშნავდა ბოროტ, ავზებუნებრივ შამანს, რომლის სულით სამუდამოდ დასახდა კლდეში და მარადიულად იჭერდა ადამიანთა სულებს, რათა სამუდამოდ შეეთრია ისინი მთაში. თამსვლელებისთვის კი თაკუში იყო ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი ტრადიციული სამთამსვლელო ადგილი შეერთებულ შტატებში. თამსვლელები 10 წლეულების განმავლობაში იღუპებოდნენ ამ კედლებზე ვარდნის, წარუმატებელი სამაგრებისა და სხვა გაუგებარი მიზეზების გამო. აი რატო, 1946 წლის თოვის თამსვლელ პიონერთა ჯგუფმა სრულიად ახალი მათემატიკური სისტემა უნდა გამოეგონებინა, რათა ერთმანეთისთვის გაეფრთხილებინათ, რამდენად დიდი იყო შანსი, რომ მარშრუტი მომოქმედებელი ყოფილიყო. მათ სწორედ ამ კედლისთვის შექმნეს თანამედროვე ამერიკული კლდეზე ცოცვის შეფასების სისტემა. ის იწყებოდა 5.0-დან, რაც ჩვეულებრივ ცოცვას ნიშნავდა, და მთავრდებოდა 5.9-ით, რადგან იმ დროს 5.9 ითვლებოდა ადამიანის გადარჩენის აბსოლუტურ ფიზიკურ ზღვრად. და თუ გამოიცნობთ, რა შეფასება ჰქონდა პირველ მარშრუტს, რომელიც იმ დილით ჩელსიამ მათთვის შეარჩია? სწორია, ეს იყო დეივის გადახვევა, კლასიკური. 5.9 მარშრუტი თაკუშის დასავლეთ მხარეს, რომელიც ჩელსიას კარგად ჰქონდა ნაცნობი. პიონერთა სტანდარტებით ეს უნდა ყოფილიყო ყველაზე რთული ასვლა, რაც შეიძლებოდა შესრულებულიყო. რეალურად ეს იყო მარშრუტი, რომელიც მას ათეულობითჯერ ჰქონდა გავლილი ადრე. მაგრამ იმ დღეს დილით მთა საერთოდ არ ჩანდა ისეთად, რომ სანერვიულო ყოფილიყო. სამოწმენდილი იყო, ტემპერატურა ზომიერი და მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზებში მსუბუქი წვიმის შესაძლებლობა იყო ნახსენები, გამოცდილ თაკუშელ თამსვლელებს ეს თითქმის არაფერს ნიშნავდა. რა თქმა უნდა, იმ სიმაღლეზე ყველაფერი სწრაფად შრება და მცირე წვიმა არასდროს ყოფილა საკმარისი მიზეზი უკან დასაბრუნებლად. ამ მარშრუტის პირველი ნაწილი კლდეში ვერტიკალური მკაცრი ბზარია, სადაც მოსაკიდებლად ხელსაკრელი ადგილი თითქმის არ არის. ზევით ასასვლელად მთამსვლელმა თითები უნდა ჩაყოს კლდეში არსებულ წვრილ ნაპრალებში, დაატრიალოს მანამ სანამ არ ჩაეჭიდება და შემდეგ ძვლისა და ხახუნის გამოყენებით მთელი სხეულის წონა კედელზე აიტანოს.
მაგრამ დეივის გადახოვის მეორე ნახევარშია ნამდვილი საფრთხე, რადგან ბზარი ბოლოს ხრება და მთამსვლელს ამ მკვეთრად დახრილ, სრულიად გლუვ გრანიტის ზედაპირზე ახავს. აქ არც ხელის დასაჭერი და არც ფეხის დასადგამი არ არის და არც უსაფრთხოების აღჭურვილობის ჩასადები ადგილი არსებობს. ამ ეტაპზე კედელზე დარჩენის ერთადერთი გზა არის ის, რომ ფეხსაცმლის ბრტყელი რეზინი მიაჭირო ქვის მიკროსკოპულ კრისტალებს და შენი ბალანსი ენდო. თამშველები ამას გაწევას ეძახიან. ეს ნიშნავს, რომ ამ მომენტში თუ ჩელსის ფეხსაცმელი თუნდაც მცირედი და უცურდებოდა, არაფერი შეაჩერებდა მას, რომ არ დასრიალებულიყო და მძიმედ არ დაეშვა ამ 8000 ფუტის გრანიტის კედელზე. დამწებისთვის ეს კლდის მონაკვეთი სასიკვდილო ხაფანგია, მაგრამ ჩელსი ჩვეულებრივი ტურისტი არ იყო. ის სამხრეთ კალიფორნიის თამსვლელთა სამყაროს გამოცდილი ვეტერანი გახდათ. მისი თანატოლები მას იცნობდნენ როგორც პედანტ პერფექციონისტს, რომელიც ტრადიციული ცოცვის საშიშ რისკებს უკიდურესად სერიოზულად ეკიდებოდა. ჩელსისთვის ეს ღია კლდე თავშესაფარი იყო. კედელზე დარჩენისთვის საჭირო სრული კონცენტრაცია აიძულებდა მის მოუსვენარ გონებას, ბოლოს და ბოლოს დამშვიდებულიყო. ეს მან ათეულობით ჯერ გააკეთა ადრე. დღეს არაფრით უნდა განსხვავებულიყო. ამიტომ დილის 8 საათზე მათ დაიწყეს ასვლა, ჩელსი კი წინ მიუძღვებოდა. მას უკვე ხელებზე ჰქონდა გადაკრული გაბზარული სამთო ხელთათმანები და მცავი აღჭურვილობის სრული ნაკრები სამთამსვლელო სისტემაზე ეკიდა, როგორც ადამიანს, რომელსაც ეს საქმე ასჯერ აქვს გაკეთებული. მან მობილური უსაფრთხო ჩაიდო ჯიბეში, რომ ასვლის პროცესი დაეფიქსირებინა. ის მაინც დოკუმენტური ფილმების რეჟისორი იყო, თუნდაც 1000ობით ფუტის სიმაღლეზე. ყოველთვის აკვირდებოდა და ყოველთვის აფიქსირებდა ყველაფერს. მის უკან გევინი მიყვებოდა მხოლოდ ერთი სლინგით და ნახევარი ნაკრებით ნატების, რაც ალპინიზმში დაახლოებით იგივეა, რაც იარაღით ბრძოლაზე ჯიბის დანით მისვლა. ეს ნორმალური იყო. ესეც უნდა ყოფილიყო. ჩელსი იყო ის, ვინც აღჭურვილობას კედელში აყენებდა. გევინის საქმე იყო მიხოლო და აეღო ის, რაც ჩელსის დაედო და არ ჩამოვარდნილიყო. არც ერთ მომენტში ჩელსი ან გევინი არ გასულან თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობებისა და დადგენილი უსაფრთხოების ზღვარის ფარგლებს გარეთ. ეს იყო ამოცანის გადაჭრის სავარჯიშო, ასვლა მეთოდური მოაზროვნეებისთვის და არა დაუფიქრებელი ადრენალინის მაძიებელი თამშველებისთვის. საფეხურიდან საფეხურამდე მათ დაშალეს მონოლითი ჩელსის გამოცდილების ხალობით. ის მოძრაობდა ვეტერანის მშვიდი მეთოდური რიტმით. როცა ვერტიკალურ ბზარებს მიადგა, ჩასვა ლენდ გადახვეული თითები გრანიტში, დააფიქსირა და მოკაჩა. ყოველ რამდენიმე ფუჩი ჩერდებოდა, უსაფრთხოების მოწყობილობას ბზარში აყენებდა და თოქს კარაბინში ატარებდა. თან ზევით მიიწევდა და მის ქვემოთ 60 ფუტში გევინი მიხვებოდა. ის თავისი უზარმაზარი 245 ფუნტიანი სხეულით რთულ მონაკვეთებს ძლივს გადალახავდა. ფრთხილად იღებდა დანცავ მოწყობილობებს, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ და სუფთად აბამდა თავისავე აღჭურვილობაზე, რადგან ეს ყველაფერი უკან დაბრუნებისას დასჭირდებოდათ. დილით 10:30-ზე ისინი უკვე ასვლის ყველაზე რთულ ფიზიკურ მონაკვეთებს იყვნენ გასული. იმ მომენტში ისინი მყარი კლდის ვიწრო თაროზე იდგნენ მარშრუტის ზედა ნაწილთან, რომელსაც ფიჭვის ხის ლოჟა ეწოდება. მარცხნივ სხვა ალპინისტთა ჯგუფი ბევრად უფრო რთულ გვერდით მყოფ მარშრუტს მიუყვებოდა, რომელსაც სუპერ-პუპერი ეწოდება. სხვათა შორის ეს რეალური სახელია, რომელიც ნამდვილმა ალპინისტებმა რეალურ 510B მარშრუტს დაარქვეს. ეხლა ტოკუშის გრანიტის კედლები ბუნებრივი ამფითეატრის მსგავსად მოქმედებს. ამიტომ ხმა კედელზე აირეკლება ისე, რომ შორეული ალპინისტები უფრო ახლოს გეჩვენება, ვიდრე სინამდვილეში არიან. ამიტომ სუპერ-პუპერის ჯგუფი, რომლებიც მარცხნივ თავიანთ ზედა მონაკვეთებს გადიოდნენ, ჩელსისა და გევინის საუბარს აშკარად ისმენდნენ, ძალისხმევის გარეშეც კი. და როცა შესვენებისთვის შეჩერდნენ, რაც კარგად დაამახსოვრდათ, იყო ჩელსისა და გევინის პოზიციიდან კლდეზე ეკოთ გადმოსული საუბარი და სიცილი. ისინი უბრალოდ არ გადარჩენილან ამ ასვლას. ისინი სიამოვნებას იღებდნენ მისგან. ისინი არ იყვნენ დაკარგულები და არც სწორ მარშრუტზე კამათობდნენ და მე ეჭვება, რომ ასე იცინებდნენ, თუ ნამდვილად ფიზიკურად გამოფიტულები იყვნენ. ყველა ტექნიკური მანევრი უნაკლოდ იყო შესრულებული. ისინი სრულყოფილად მოქმედებდნენ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, გვიანი დილის მზის შუქში გახვეულები. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ჰორიზონტზე საფრთხე იდგა. ზუსტად იმ დილის 11:42-ზე ტაკუშის აღმოსავლეთ ფერდობზე მყოფმა სხვა თამსველებმა ფოტოები გადაირეს, როცა მუქი ღრუბლები მოძრაობას იწყებდნენ. და იმ ფოტოებზე ჰორიზონტზე გამოჩენილი ღრუბლები აშკარად არაპირებდნენ ჩუმად გაევლოთ ცაზე. ხედავთ, ტაკუშის კლდე პირდაპირ თბილი უდაბნოს ველის ზემოთ მდებარეობს და ზაფხულის ბოლოს, როცა ცხელი უდაბნოს ჰაერი 8000 ფუტის სიმაღლის გრანიტის ციცაბო კედლებს ეჯახება, მთა უზარმაზარი ბეტონის რამის მსგავსად მოქმედებს. თბილი ჰაერი ძალით აიძულებენ მაღლა ასვლას და როცა ის 1000-ობით ფუტის სიმაღლეზე ცივ, მაღალმთიან ატმოსფეროში ხვდება, მაშინვე ცივდება და კონდენსირდება.
ეს პროცესი სწრაფად გრძელდება და უხილავ წვიმის ტენიანობას რამდენიმე საათში უზარმაზარ იზოლირებულ შტორმის უჯრედად აქცევს პირდაპირ მწვერვალზე. მეტეოროლოგებისთვის ეს ოროგრაფიული აწევაა. შელსისა და გევინისთვის ეს თავდაპირველად ნიშნავდა წვიმის წვეთებს, რომლებიც მათ ჩაფხუტებზე ეცემოდა და აღსანიშნავადაც კი არღვივდა. შემდეგ ყველაფერი გაუარესდა, რადგან შუა დღისთვის ქარიშხალი დაიწყო და ეს არ იყო ის მცირე რაოდენობის წვიმა, რაც პროგნოზში ეძერა. შუა დღეს კი მოულოდნელად მთელი ძალით ამოვარდა მძლავრი მთის ქარიშხალი, რომელიც დასავლეთ კედელს დაატყდა თავს და წამებში შეცვალა გარემო. ტემპერატურა მტკისიერად დაეცა. მეხის გრუხუნი ისეთი ხმამაღალი იყო, რომ ფიზიკურად გრძნობდი. გრანიტის კედლებზე ირეკლებოდა და მრავლდებოდა, ისე რომ ეს უკვე ამინდი აღარ იყო, არამედ თითქოს დინამიკში იყავი. მცირე სეტყვა ხმაურით ეცემოდა მათ ჩაფხუტებს, ხოლო წვიმა უბრალოდ არ ცვიოდა, არამედ იღვრებოდა. პირდაპირ ნაკადულებად ჩამოდიოდა კლდის ზედაპირზე და ავსებდა ნაპრალებს. ჩელსი დილას ატარებდა. თითებს აჭერდა იმ ნაპრალებში, საიდანაც ახლა წყალი იღვრებოდა. იმ ხახუნის ფილაზე, რომელსაც 45 აი რა ხდება გრანიტთან წვიმის დროს. მშრალ პირობებში კლდის ზედაპირზე არსებული მიკროსკოპული კრისტალები ქმნის საკმარის ტექსტურას, რომ სამწოსველო რეზინს შეეძლოს დაჭერა. დაჭერა. ეს ბევრი არაა. მხოლოდ ხახუნის მცირე ნაწილია, მაგრამ საკმარისია. სინამდვილეში ტრადიციული კლდეზე ცოცვის მთელი სპორტი სწორედ ამ მცირე ხახუნზეა აგებული, მაგრამ როცა წვიმა გრანიტს ასველებს, ეს მცირე ნაწილი ქრება. კლდე თითქმის ვერტიკალურ მინის ემსგავსება, ხოლო ჩელსის ფეხსაცმელები, რომლებიც 2 საათის წინ ხახუნის ფილაზე სრული თავდაჯერებით ეჭიდებოდა, ახლა კედელზე ისეთივე მოჭიდებას კარგავს, როგორც წინდების სააბაზანოს იატაკზე. იმ დღეს 12 საათზე ჩელსი და გევინი სრულიად გაჩერებულები იყვნენ. დევის გადახვევას უკვე მორჩნენ და უფრო მაღალ მარშრუტს სახელად აპერ როიალის თაღს მიიწევდნენ, როცა ქარიშხალი დაიწყო. უფრო მაღალს ვაფხურის მედეო, მაღლა ასვლა აღარ იყო შესაძლებელი. საშიშროება რომ ელო მათ დაარტყამდა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რკინის თოკით იყვნენ დაკავშირებულები და 8000 ფუტის სიმაღლეზე ღია გრანიტის ქედზე იმყოფებოდნენ, ამ შესაძლებლობას გამორიცხავდა. ეხლა ამ კედლიდან მხოლოდ ერთი გზა იყო დარჩენილი და ჩელსი ზუსტად იცოდა რა იყო ეს. ამას ბეილი ეწოდება, რაც ალპინისტურ ჟარგონზე ნიშნავს იძულებით უკან დახევას, როდესაც კლდის ფერდობიდან დაშვებით ჩამოდიხარ. ეს არის სტანდარტული ოპერაციული პროცედურა, რომელსაც გამოცდილი მთამსვლელები ვარჯიშობენ, ემზადებიან და ასრულებენ, როცა სიტუაცია ამას მოითხოვს. ჩელსის ადრეს დაუხევია უკან. ბოლოს და ბოლოს ის გამოცდილი მთამსვლელი იყო. მან ზუსტად იცოდა ნაბიჯები, ამიტომ დაიწყო მოძრაობა ქარიშხალში უახლოესი ხელმისაწვდომის ამაგრისკენ, რომელიც ქვემოთ ფიჭვის ხის ბაქანზე იყო. ზუსტად ის ვიწრო ქვის ბაქანი, სადაც ისინი 20 წუთის წინ იცინოდნენ, ეხლა ცივ და სველ პლატფორმად იქცა ჭექა-ქუხილის შუაგულში. ტემპერატურა იმდენად დაეცა, რომ ქვის ზედაპირიდან ჩალმავალი წყალი თითქმის გაყინული იყო. ჩელსის აღჭურვილობა მთლიანად გაჟრენთილი იყო. თოკი წყლით დამძიმებული, მის სხეულზე არსებული ყველა მეტალის დეტალი სიცივეს ხელთათმებში ალთათმანებში ატარებდა, მაგრამ ის მაინც ეფექტურად მოძრაობდა. ეს იყო ჩელსი ვოლშის ის ვერსია, რომელიც არასასიამოვნო რეალობებს ცივი მეცნიერული სიზუსტით უპირისპირდებოდა. ფიჭვის ხეზე, კიტვეს ხეზე, კიდეზე ნაილონის მარყუჟი იყო შემოხვეული. ეს უჩვეულო არ არის. ტრადიციულ კლაიმბინგში ჩვეულებრივი პრაქტიკაა ათიკაა, რომ უკან დახევისას მეკლდეურები ხეზე შემოხვეულ ნაილონის მარყურს სტოვებენ, როგორც დაშვების სამაგრს. მეკლდეურები ამას სტატს ეძახიან. მას სტოვებს შემდეგი ადამიანისთვის, რადგან შეიძლება მასაც დასჭირდეს და იმიტომაც რომ ნაილონის მარყუჟი თითქმის არაფერს ღირს. თაკუშის კლდეზე 10 წლეულების განმავლობაში უწყვეტად ადიოდნენ. ამიტომ არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ფიჭვის ხეზე Pine Tree Ledge-ზე ტატი იპო. ჩელსი მისკენ გაიწია და ხელში იგრძნო ქსოვილის მარყუჟი, რომელიც რბილი, მოქნილი და ელასტიკური იყო. ის ისე ირხეოდა, როგორც ქსოვილი უნდა ირხეოდეს. ჩელსიმ დააკვირდა მას. ფერი მუქი ჰქონდა და მთლიანად გამოიყურებოდა აშკარა გახეხილობის ან დაზიანების გარეშე. ის იდგა ჭექა-ქუხილის დროს. ყინულიანი წვიმა უტყამდა ჩაფხუტს, მეხი კი ზემოთ მდებარე ქედს ემუქრებოდა და მასზე იყო დამოკიდებული შედარებით ახალი მთამსვლელი, რომ ორივე უსაფრთხოდ ჩამოეყვანა კედლიდან. მისმა ტვინმა, რომელმაც სლები გაატარა გრანიტის ფერდობებზე რისკის შეფასებაში, შეაფასა ქსოვილი და დაასკვნა, რომ ის გაუძლებდა ორივე სწონას საგანგებო დაშვებისას კედლიდან. ჩელსიმ გევინი მიიხმოდა ერთად, წვიმაში საქმეს შეუდგნენ. იმ ფიჭვის ქვეშ მიწა ბრტყელი არ იყო. იქ იყო მკვეთრად დახრილი გრანიტის ფილა. მშრალ ამინში მასზე თავისუფლად დადგებოდი, მაგრამ ყინულივით ცივ წვიმაში გაჟრენთილი, ის ნამდვილი სასრიალო იყო. იქ დგომა შეუძლებელი იყო, ფეხი უცებ იცურდებოდა. ამიტომ რომ არ დასურებოდნენ სველ კლდეს, სანამ დაშვების თოგებს ამზადებდნენ, ჩელსის და გევინიც პირდაპირ იმ ერთ მარყურზე უნდა დამაგრებულიყვნენ და უკან გადახრილიყვნენ.
ეს იყო ჩელსის ზონა. გევინის უზარმაზარ 254 ფუნტიან სხეულთან ერთად, პლუს მათი მძიმე მეტალის სამთო აღჭურვილობა და წყლით გაჟრენთილი ტანსაცმელი, ყველაფერი ერთად ეკაჩებოდა იმ თოკის მარყუსს. ისინი უკან გადახრილები ეყრდნობოდნენ მას, საკუთარ წონას აყენებდნენ თოგზე, რომ ორივე ხელი გამოეყენებინათ მძიმე თოკების ასაწევად. მან ისინი კარგად დაიჭირა, როგორც მოსალოდნელი იყო. ალბათ ორჯერაც არ უფიქრიათ ამაზე. სტანდარტული სამთო თოკი დამზადებულია პოლიამიდ 6-ისგან მასალისგან, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი თითქმის 5000 ფუნტის ძალის გასაძლებად. და ეს არის ადამიანის თავისუფალ ვარდნაში მიღებული ძლიერი კინეტიკური შოკი, არა ის რბილი სტატიკური ძალა, რომელსაც ისინი ამ თოკზე ახორციელებდნენ. მათ წონაზე ეს თოკი არც კი უნდა შეძრწუნებულიყო. ჩელსიმ აიღო თავისი პირადი დამაგრების სისტემა, გაატარა იგი ნაილონში და ჩაკეტა თავისი კარაბინი. გევინიც მის გვერდითვე მიაბა თავი. მიუხედავად გადაუღებელი წვიმისა, მათ იდეალურად მოაწყვეს დაშვების სისტემა და ამას არ ვიგონებ. არსებობს პირდაპირ ვიდეო მტკიცებულება, რადგან ჩელსიმ, როგორც ყოველთვის დოკუმენტალისტმა, ამოიღო ტელეფონი და გადაიღო, როგორ აწყობდნენ ისინი თავიანთ დაშვების სისტემას გადაუღებელ წვიმაში. და მის ვიდეოში კარგად ჩანს, რომ პანიკა მათთვის ყველაზე უკანასკნელი რამ იყო. მათ გაატარეს თოკები, ქვემოთ უსაფრთხოების კვანძები შეკრეს და კიდევ ერთხელ გადაამოწმეს სისტემა. რადგან გევინი უფრო მძიმე იყო, ის პირველი ჩავიდა. მან თავისი მოწყობილობა თოგზე მიამაგრა, კიდეზე გადაიხარა და ბაქანიდან გადადგა. რამდენიმე ფუტით ჩავა და შემდეგ ლენტი უბრალოდ გაწყდა. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა, არც ისეთი ხმამაღალი გახევა, რომ ელვის გრუხუნში გაგეგონა. ერთი წამით ის მათ იჭერდა და მომდევნო წამში დაძაბულობა სრულიად გაქრა. რეაგირების დრო არ იყო. და რადგან ჩელსი ისევ იმავე თოგზე იყო მიმაგრებული, რომ სველი კლდიდან არ დაცურებულიყო, მოულოდნელად მას აღარაფერი აკავებდა მთაზე. ერთად, ჩელსი და გევრინი უკუღმა გადაეშვნენ ფერდობიდან, ტაკუშის კლდის ციცაბო გრანიტის ზედაპირიდან. ქვემოთ მყოფმა მთამსვლელებმა, რომლებიც ძლიერ წვიმას აფარებდნენ თავს, ეს ხმა გაიგეს. მეხის გამაყრუებელ გრუხუნსა და სეტყვის ხმაურში საშინელი ხმა გაისმა კანიონის ამფითეატრში. მეზობელ მარშრუტებზე მყოფი მთამსვლელებისთვის ეს ხმა გავდა უზარმაზარი კლდის ჩამოშლას, რომელიც მთას ეცემოდა. შემდეგ კი სიჩუმე. თამსველებმა მაშინვე გამოიძახეს დახმარება, მაგრამ როდესაც 911-ზე მთის სამაშველო ზარი შედის, რეაგირება იშვიათად ხდება მყისიერად. ვერ წაეკვან მანქანას 8000 ფუტის სიმაღლის გრანიტის კლდის ფერდობზე და მით უმეტეს ვერ დააფრენ სამაშველო ვერტმფრენს, ძვინვარე, ელვებით სავსე ქარიშხლის შუაგულში. ამიტომ რივერსაიდის მთის სამაშველო ჯგუფსა და Cal Fires რთული გზა მოუწიათ არჩევა. მიწის ჯგუფები მობილიზდნენ და ფეხით ავიდნენ გაყინულ წვიმაში დასავლეთის ფერდობის ძირისკენ. დრო საკმაოდ გაიძელა და როცა სამაშველო ჯგუფი ბოლოს კედლის ძირში მივიდა, იქ აღარაფერი იყო გადასარჩენი. რამდენიმე ასეული ფუტის სიმაღლიდან წვეტიან გრანიტის ლოდებზე ჩამოვარდნის არითმეტიკა არტოვებს ადგილს იღბლისთვის ან ბოლო წუთის სასწაულებისთვის. ჩელსი და გევინი ორივემ კატასტროფული დაზიანებები მიიღეს ვარდნისას და ადგილზე გარდაცვლილებად გამოაცხადეს. სწრაფი გადახვევა. ყოველთვე არის ისტორია, რომელიც არასდროს ხდება YouTube-ზე. იქ არის, თუ გინდათ, Patreon-ზე, ბმული ქვემოთა. ეხლა სად გავჩერდით? იცი, როცა ვიკლევდი, ერთი რამ საერთოდ ვერ გავიგე. ხედავ, როცა მოწმეებმა სუპერ-პუპერის მარშრუტზე 9-1-ზე დარეკეს 12-17-ზე, მათ აღწერეს, რომ თითქოს მთიდან უზარმაზარი კლდის ჩამოშლა ისმოდა. არა სამთო საცუცავი შემთხვევა ან ორი ადამიანის ჩამოვარდნა, არამედ კლდის ჩამოშლა. და როცა პირველმა მაშველებმა კედლის ძირას მიაღწიეს და ნამსხვრევების ველი დაინახეს, ზუსტად მიხვდნენ რატომაც. იმიტომ რომ ხევში მიმოფანტულ აღჭურვილობასა და გატეხილ ჩაფხუტთან ერთად იდგა ლოდი, რომელიც ნახევარი მაცივრის ზომის იყო. და აშკარა კითხვა, რომელსაც იქ მყოფი ყველა მაშველი სვამდა, იყო ის, მოხდა თუ არა ის ლოდი ჩელსისა და გევინს ბაქანზე მანამდე, სანამ ისინი გადმოვარდებოდნენ. იმიტომ რომ თუ ასეთი ზომის ლოდი დაგეცემა, მაშინ როცა ვიწრო გრანიტის ბაქანზე დგახარ ჭექა-ქუხილის დროს, შედეგიც სწორედ ასეთი იქნება. ეს ყველაფერს ახსნიდა. ვარდნის კატასტროფული ხასიათი, ნამსხვრევების ველი, ის, როგორც ეს ჟღერდა კედლის მეორე მხარეს მყოფი მოწმეებისთვის, ეს იქნებოდა საშინელი, მაგრამ მარტივი, უბედური შემთხვევა. გარდა იმისა, რომ როდესაც სამთამავლო ტექნიკური ჯგუფი ავიდა სველ კლდეზე Pine Tree Ledge-ზე, რათა შეემოწმებინა სამაგრის ადგილი, მათ არაფერი იპოვეს. ხეზე არ იყო დარტმის კვალი და არც სამაგრი თოკი იყო დაზიანებული. არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა იმისა, რომ ლოდს რამე დაერტყა იმ ბაქანზე, მანამ სანამ ვარდნა დაიწყებოდა. ქვას ისინი არ გადაუგდია. პირიქით, ვარდნამ გაათავისუფლა ქვა. რამდენიმე ასეული ფუნტის წონის გრანიტის ნატეხი, რომელიც თოკის დაჭიმვისა და ორი ადამიანის ბაქნიდან გადავარდნის შედეგად დაიძრა, უბრალოდ მათ გაჰყვა ქვემოთ.
შუქვის ჩამოვარდნამ არ გამოიწვია ეს. მაშინ რა გამოიწვია? შემდეგ RMRU-მ პირადი ავთურვილობა დაათვალიერა და სწორედ აქ გახდა ყველაფერი ნამდვილად უცნაური. გამჯერა, როდესაც ორი ადამიანის აღჭურვილობას ამოწმებ, რომლებიც რამდენიმე ასეული ფუტის სიმაღლიდან გრანიტის კედლიდან ჩამოვარდნენ, ელოდები რომ შეცდომას იპოვო. გამოტოვებული კლიპი, ჩაუკეტავი კარაბინი ან არასწორად შეკრული კვანძი, ჭექა ქუხილის დროს. რაღაცა მსგავსი. ავჭურვილობა თითქმის ყოველთვის გეუბნება რა მოხდა არასწორად, მაგრამ ჩელსის კარაბინი სრულად იყო ჩაკეტილი. გევინის ფიგურა რვიანი დამჭერი კვანძების სწორად იყო შეკრული თოკის ორივე ბოლოზე. ყველაფერი რაც მათ გააკეთეს იმ ბაქანზე ყინვაში და ჭექა ქუხილის დროს სწორად იყო შესრულებული. RMRU-ს გამომძიებლებმა შეამოწმეს აღჭურვილობის ყველა ნაპოვნი ნაწილი და მათი პირადი აღჭურვილობის შეკრაში შეცდომა ვერ აღმოაჩინეს. არც ერთი. ერთადერთი რაც დარჩა იყო ნეილონის ერთი მარყუჟი, რომელიც ჯერ კიდევ მიმაგრებული იყო მათ ანკერზე. მაგრამ გამომძიებლებისთვის ეს იყო შეუძლებელი ნაწილი. ნეილონის თასმა უბრალოდ არ თხდება მაშინ, როცა მასზე ორი ადამიანი ეკორნობა. გახსოვდეთ, ის შექმნილია თითქმის 5000 ფუნტის წონის დასაჭერად. მისი გაწყვეტა იაფასიანი თასმისავით, ფიზიკურად სრულიად გაუგებარია და საიდუმლო კიდევ უფრო გავრმავდა, როცა გამომძიებლებმა ჩელსის ტელეფონი ნანგრევებში იპოვეს. ტელეფონში მათ იპოვეს ვიდეო, რომელიც ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე იყო ჩაწერილი. ვიდეოში ჩელსი და გევინი ჩანან ფიჭვის კლდის კიდეზე ძლიერ თვიმაში. ისინი არც ჩხუბობდნენ და არც პანიკაში იყვნენ. არც მთიდან ჩამოსვლას ჩქარობდნენ. ისინი მშვიდად, მეთოდურად მოქმედებდნენ და თავიანთ გაქცევას ზუსტად ისე ამზადებდნენ, როგორც ესთავათ. ამიტომ იმის გასარკვევად, თუ როგორ გადაიქცა იდეალურად შესრულებული უკან დახევა ორმაგ ტრაგედიად, გამომძიებლებმა გატეხილი თოკი ლაბორატორიაში წაიღეს. მათ ის მანქანაში დაამაგრეს, რათა მისი გაწყვეტის სიმტკიცე გამოეცადათ. გახსოვდეთ, ამ მასალის სტანდარტული მარყუჟი დაახლოებით 5000 ფუნტის წონას უნდა უძლევდეს. მაგრამ ოფიციალური გაწევის ტესტისას თოკი ზუსტად 570 ფუნტზე გაცხდა. ეს ძლივს ყოფნიდა ჩელსის, გევინის და მათი სველი აღჭურვილობის სტატიკურ ზონას. იმ წამს, როცა გევინი კიდიდან გადადგა და ადამიანის სხეულის დინამიკური ძალა დაემატა, ნაილონს შანსი აღარ ჰქონდა. მიუხედავად მათი იდეალური და დეტალური დაგეგმვისა, მათი ბედი მათემატიკურად და მეცნიერულად უკვე გადაწყვეტილი იყო. მაგრამ რატო გაიწვიდა და რატომ ვერ შენიშნა ჩელსიმ, რომ ის დაზიანებული იყო? პასუხი იყო ის, რომ ნეილონის ღვეძს ერთი ბუნებრივი მტერი ხავს, რომელსაც წონასთან ან ძალასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის მზე. ყოველ საათს, რომელსაც ნეილონი ატარებს მაღალ სიმაღლეზე მზის სხივების ზემზე მოქმედების ქვეშ, ულტრაისფერი გამოსხივება ანგრევს პოლიმერულ ჯაჭვებს, რომლებიც მასალას სიმტკიცეს ანიჭებს. ეს პროცესი აშკარა გახევას ან გახევას არ იწვევს. ამის ნაცვლად მზე ნელ-ნელა აღიავებს ფერს და აცხობს ქსოვილს, სანამ თასმა ჩუმად არ დარგავს რაიმეს დაჭერის უნარს. და რადგან Pine Tree Ledge მდებარეობს Tackwitch Rock-ის ერთ-ერთი ნაკლებად დატვირთული დაშვების მარშრუტის ზემოთ, ადგილობრივი მთამსვლელები, რომლებიც ამ ტერიტორიას იცნობენ, აფასებენ, რომ ხეებზე დატოვებული თასმა იმ ადგილას შეიძლება სრულიად შეუმოწმებლად, შეუცვლელად და დაურღვევლად დარჩეს 10 წლეულამდე. წარმოიდგინე 10 წლიანი კალიფორნიის მზე 8000 ფუტზე თოკის ნაჭერზე, რომელსაც თითქმის არავინ იყენებს. როდესაც გამომძიებლებმა ლაბორატორიის მშრალ და კონტროლირებად გარემოში ყურადღებით შეამოწმეს თასმა, დაინახეს, რომ ის აშკარად ფერმკრთალი და მტრევადი იყო. ჩვეულებრივ ნათელ დღეს, ისეთი გამოცდილი მთამსვლელი, როგორიც ჩელსია, იმ მყარ ნაილონს რომ შეეხებოდა, მაშინვე მიხდებოდა, რომ რაღაც რიგზე არისო. მაგრამ აქ იცლება ამბავი ნამდვილად სასტიკი. სწორედ ის სელდე ქარიშხალი, რომელმაც ჩელსიას და გევინს ასვრის გაგრძელების საშუალება არ მისცა, იყო ის ქარიშხალი, რომელმაც ის თითქმის დაშლილი თასმა ჩელსიას ხელში უსაფრთხო დაგზნობი. რადგან წყალი ორ კონკრეტულ რამეს აკეთებს, ძლიერ ულტრაისფერის სხივებით დაზიანებულ ნაილონთან. პირველ რიგში ის არბილებს მტრევად ბოჭკოებს, ამიტომ სიმკვრივე, რომელიც მშრალ პირობებში უცნაურად იგრძნობოდა, მთლიანად გაქ. ის თასმა, რომელიც ძველი ცარცევით უნდა ეგძნო, ჩელსის ხელში ახალი აღჭურვილობის მსგავსად იგრძნობოდა. მეორეც, წვალი ამუქებს მასალას, ამიტომ ფერმკრთალი, გახუნებული ნაცრისფერი, რომელიც ლაბორატორიაში წლების UV დაზიანებას ამჟღავნებდა, წვიმა მთლიანად დაფარდა. ჩელსიმ თავისი სიცოცხლე ანდო აღჭურვილობას, რომელიც თავდაპირველი სიმტკიცის მხოლოდ 11%-ზე მუშაობდა და იგრძნო რაღაც, რაც უსაფრთხოდ ეჩვენებოდა. ის არც დაუდევარი იყო და არც უყურადღებო. ის გამოცდილი მთამსვლელი იყო, რომელიც ელვისებურ ქარიშხალში სწრაფად აფასებდა სიტუაციას, მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე. ქარიშხალმა უბრალოდ ის უზრუნველყო, რომ ინფორმაცია არასწორი იყო. ჩელსი უოლშმა ყველაფერი იდეალურად სწორად გააკეთა, მაგრამ მაინც ციდან ჩამოვარდა, რადგან ერთი ლპობადი ნეილონის ნაჭერი აშკარად იყო დამალული.
მაგრამ რა ხდება, როცა მთავრობის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდა ისტორიაში უშეცდომოდ ასრულებს დაშვებას, ყველა კარაბინს აჭერს და მაინც ვარდება და იღუპება. არა იმიტომ, რომ თაზე დატოვებული მახე იყო, არამედ იმიტომ, რომ წლების განმავლობაში საკუთარ სხეულზე ატარებდა მოწყობილობას, რომელიც ნელ-ნელა ფეთქებად ბომბად იქცა. შემდეგი ვიდეო მთლიანად თად სკინერის საშინელ ბოლო წუთებს ეხება.